ლოზუნგებით გამოდის სხვადასხვა პარტია, აგრეთვე ქალთა პარტია, მინდა მაგ ჩემი სიმპათია და კეთილგანწყობა დაუფიქსირო. Mele საინტერესო ხალხია და ინტელექტუალების გუნდი არის და მე პირადად სიმპათიით ვარ განწყობილი ყველაზე უფრო დიდი სიმპათია პოლიტიკურ ორგანიზაციებში გავაჩნია ამ ქალთა პარტიისა და მას ძალიან საინტერესო და ორიგინალური იდეა. Საუბრობ არ ვარ მათ პარტიის წევრები, ეს სიმპათია ჩვენზე გავრცელებული. Შეგიძლიათ ბლოკირება მოახდინოთ ამ პარტიასთან. თუ მიგულები შევალ. საინტერესო იქნებოდა ეს პერსპექტივას. Მას საინტერესო არის ახლა იურისტი არის რია მუხაშაურია, ქალბატონი გოგულის ხვედმა, გადაწყვეტეს თურმე რომ აი შავი მანტია გაიკეთოთ, იმიტომ შაშა დემოკრატია გასულდა საქართველოში. Თქვენი აზრით რა იყო ის შაშანდელი მოვლენა, რა კატასტროფა იყო ეს ქართული ცნობიერების სამართლებრივი შეფასება თქვენიც მაინტერესებდა. აი 7 ნოემბერს აი რა უნდა აღნიშნოთ ქართულმა ხალხმა. შეუპოვრობა და უმოწმებლობა პროტესტი თუ რა იქნება ეს შვიდში 2 საათზე დაწყებული მსვლელობა და აქცია და ყველაფერიც რასაც თქვენ მე კიდევ ერთხელ ხასვამ მე დანამდვილებით მინდა დაუფიქსირო საზოგადოებას და ოფიციალურად განცხადება 7 ნოემბერთან დაკავშირებით რეგულარულ პარტიამ გააკეთა. ისწრაფ პარაშავა. უპირველესად სული და გულით მივესალმები კავკასიის ჩემთვის უაღრესად საყვარელ ტელეაუდიტორიას. და მინდა ამერიკის არჩევნებზე და სხვა პოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვანი საცხოვრებელ ამბავი რომელიც ვიცოდი სადაც მაგრამ რამდენიმე საათის წინ მე პატივი მქონდა გერმანიაში ესაუბრა მამა დავითთან უწმინდესი არის ჯანმრთელად კარგად მალე დაგვიბრუნდება ჩვენი დღეს თავარი და მოგესწრებათ რა დიდი ავტორიტეტი წმენა ჩვენი ეკლესიის ძლიერება დამოკიდებული უწმინდესის კარგად ყოფნაზე ამდენად იმ პროცედურამ რაც გაშიდა კარგად ჩაიარა. ეს არის საქართველოსთვის თავარი. აქედან იწყება ჩვენთვის უკვე სხვა პრობლემების გადაწყვეტა, როცა წმენით, ეკლესიით, ქრისტიანობით ვიქნებით გაერთიანებული და როცა ასე ვიყავით გაერთიანებული, ვერავინ ვერ გვერეოდა. ვერც ერთი შორეული თუ ახლობელი იმპერია, თუმცა იმპერია ახლობელი არ არსებობს, მაგრამ ტერიტორიული კუთხით. როდესაც ირღვეოდა ჩვენი სულიერი გალავანი და მათ შორის ჩვენი ასპექტებში წეს შეხვდა გარკვეული ზარები, აი მაშინ დგებოდა განსაცდელი საქართველოს წინაშე და ალბათ ის პრობლემები, ის საჯელი რაც დაგვეწყდა თავს, თქვენ გქონდეთ ეს სააკაშვილი დააწყვეტა თავს სამთავრობას, მათ არაფერი პრობლემა არ აქვს. ისინი ელოდებენ ახლა 4 მილიარდ დოლარს, რომელიც მოდის ნახევარი ამერიკიდან, ნახევარი ევროკავშირიდან, ბრიუსელის არხებით, და აქედან 2 მილიარდ ნახევარი ის არის კრედიტია. უპროცენტო, მაგრამ პროცენტიანი ეს სხვათა შორის. ამდენად ეს რისხვა ჩვენ დაგვეწყდა ყველაფერი იმისათვის, რომ ხშირად არ უჯერებდით ჩვენს სულიერ მოზღვრებს, ეკლესიას, უწმინდეს და გადავხედოთ ისტორიას. ახლა რაც გააკეთეს ხელვაჩაუში ეკლესიის დანგრევის სახით. ამას დატოვებდა რომ მეც აუჯერათ ამ ხელისუფლებამ. აი მაშინ უნდა გამოსულიყავით. მთელი საქართველო და 7 ნოემბერი უნდა ყოფილიყო აი მაშინ როცა ეკლესია დაინგრა. უბრალოდ ნაცნობებს გავხსნებოდით. მე დღეს მინდა ასევე დიდი კმაყოფილება გამოვხატო იმით, რომ საპატრიარქოს დელეგაცია ჩავიდა მოსკოვში რუსეთის საპატრიარქოს მიწვევით და მათ ერთად ჩაატარეს რელიგიური პროცედურა იქაუ ტაძარში დღეს. ეს იმ კუთხითაცაა მნიშვნელოვანი, რომ რუსეთის საპატრიარქომ ასწნო აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ეკლესიათა ავტოკეფალია. ისინი აღიარა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ სივრცეში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმის დასაწყისი შეიძლება გახდეს საომალო. უკაცრავად ერატოვაც გაიგებულად მიდის ჩვენთან ამის პროპაგანდა, რომ რუსეთის ეკლესია მარცხნა, როგორც ამას ცნობს, იმ წუთშივე უკრაინის ეკლესია დამოუკიდებლობას მოითხოვს. ასე ნუიტყვით ბატონო დავით, ასე ნუიტყვით ხელისუფლება ჩვენ გვიმტკიცებდა წლების განმავლობაში, რომ რუსეთი ვერ გაბედავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ის მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში და იქცევა ეს ბლოკადა გამოეცხადება, ის კომენტა ჩამოაძება, მხარე გასკდება და უკრაინა გადმოაყენებს, მაგრამ არაფერი არ მოხდა. აღიარეს, ელჩები დანიშნეს და დღეს უკვე იქ სადაც ჩვენ გვიყვარდა და ჩვენ თაობას სამწუხაროდ უმცროს თაობას ეს საშუალება არ აქვს და საუბედუროს.
აი დასვენება სოხუმში იქ გამოიყო მიზა რუსეთის უზარმაზარი საერთო ფაქტორად სამხედრო ბაზის შემოვლობისათვის. ამდენად ნურასოდეს ნუ ვიწვეს არ მოხდება რაც პოლიტიკას უკავშირდება. პოლიტიკაში ყველაფერი საკუთარად მოსულა და ხდება მით უფრო, როდესაც პოლიტიკაში უზნეო ადამიანებია, უწმუნო ადამიანებია, უიდეო ჯგურა შემოყრილი, მარიონეტებია, სატელიტებია, კოლონიური ფსიქოლოგიით აქტიური ადამიანებია. მე მაგალითად დავიჭერდი მხარს მიხეილ სააკაშვილის თავიდანვე. მე რო შემეწყო მასში ეროვნული თავმოყარეობა, ეროვნული სიამაყე და დაუწმუნებული ვიყავი, რომ ის იბრძვის საქართველოს განთავისუფლებისათვის. არა იმისათვის, რომ განთავისუფლდეს ერთი ბატონისაგან და იშოვოს მისთვის უკეთესი მეორე ბატონი. ეს მეორე ბატონი აღმოჩნდა ბუშმაკენის დაჯგუფება, რომლის პოლიტიკამაც მოგვიყვანა ჩვენ სააკაშვილი ვაგნერის რევოლუციის გზით, რომელთა პოლიტიკურმა რეკომენდაციებმაც აი ამდენი პრობლემა და უბედურება გამოიწვია ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და რამაც გადააქცია და აქ სააკაშვილი რამნაშავ ამერიკასაც ჯარი არ შემოუყვანია რუსეთიდან განსხვავებით და ტანკები. ესენი მივიდნენ, ჩავიდნენ და უთხრეს, რომ აი ჩვენერი ქვეყანა გადის სატრანზიტო გზები, ნავთობსადენები და გაზსადენები, ყველაზე ვიწროყელი ევრაზიის გზაზე, მოდით ბატონო, გამოიყენეთ, იბატონეთ, მაგრამ ჩვენ მოგვეცით გარანტია, რომ ჩვენს კანონზე ვიჯდებით. გაგვაყალბებიათ არჩევნები, მოგვაყარიათ მილიონები, მათ შორის გრანტები და დახმარებები, გამოუშვით სოროსის ფულები, გვაპატიეთ ადამიანის მკვლელობები, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ტერორი, 7 ნოემბრის და სხვა აქციების დარბევა, ახალგაზრდა ბიჭების მკვლელობა, სასამართლო ხელისუფლების არარსებობა, მასმედიის ცენზურა და მოსპობა, ეკონომიკის თავდაპირველი დაყენება, კერძო საკუთრების განადგურება, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ეს ყველაფერი გვაპატიეთ, თვალი დახუჭეთ, ჩათვალეთ, რომ ეს ყველაფერი დემოკრატიისთვის არის საჭირო და სამაგიეროდ თქვენ აგერ იბატონეთ. ეხლა ბუში მაკეინ დიქჩენის დაჯგუფებას სხვა არანაირი იდეალი, ლამაზი, სულიერების, პოლიტიკის, საკაცობრიო, გეოპოლიტიკური კუთხით არ ქონიათ. ეს იყო ტეხასის სანავთობო დაჯგუფება, მოგესმენება დიქჩენი გახლავთ აი ცნობილი ნავთობ კომპანიის მფლობელი და პრეზიდენტი, რომლის პრობლემების გამო ერაყში ომი დაიწყო, ჰუსეინმა მაგას დაარქვეს ზორი ნავთობ ჭაბურღილ 100 წლის წინ და ის გაუხსენეს. ძირითადი მიზეზი ეგ იყო და არა ატომური ბომბის ძებნა, რომელიც რა თქმა უნდა ვერ იყო ეგ. ხო? და მამა ბუში კიდევ ამ კომპანიის იურიდიული სამსახურის უფროსია. და შვილი ბუშის რა თქმა უნდა მათი დაკოცების შემსრულებელი იყო და ჩემთვის პიროვნულად პატივსაცემი მაკეინი, რომელიც პოლიტიკაში ჩემი ოპონენტია ყოველთვის, მოგესწრებათ მე მათ შევხვდი 2003 წელს 2 საათიანი საუბარი ჰქონდა დაბრუნებულობა მე შემოწმელა კაბინეტში. დიახ, შემოწმელა უკან და მითხრა რომ მოდი ერთად ჩავატარდო ბრიფინგიო და იქ იყო მთელი მსოფლიოს მასობრივი საშუალებები, სადაც მე პირდაპირ განვაცხადე რომ ჯობია დავალოდოთ მოვლენებს, ჯობია რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს მშვიდობიანი გზით, ჯობია რომ საქართველოში განვითარების სცენარი დაწეროს ქართულმა ხალხმა და არა უცხოეთიდან მოსულმა მრჩევლებმა, დამკვირვებლებმა, გრანტებმა, სოროსებმა და სხვა ავანტიურისტებმა, ამიტომ არანაირი ვარდების და ფერადი რევოლუცია საქართველოში არ არის საჭირო, ამისათვის არსებობს აფრიკის და აზიის დაუვალი ჯუნგლები, სადაც ასევე არ არის საჭირო რევოლუციების ექსპორტი და რაღაცა ღირებულებების ძალის დანერგვა, იმიტომ რომ ამას არანაირი აზრი არ აქვს. ყველაფერს თავისი განვითარების გზები გააჩნია და მოგესწრებათ ნაყოფი ვერ განვითარდება და ვერ მომწიფდება ერთ თვეში, რომელსაც ხალხის გზავს დასავლელი, ასევეა ყველა ნიუანსი პოლიტიკურ, ფილოსოფიურ და ეკონომიკურ ასპექტებში საზოგადოებრივი ცხოვრებისა, ამიტომ მე მათ უთხარი თავიდანვე რომ ტროტკისტული გზა პერმანენტული რევოლუციებისა დააქცევს ამერიკის მორალურ ავტორიტეტს და ლიდერობას, დააქცევს საქართველოს ძველ ქვეყნებს, სადაც თქვენ ამ ექსპერიმენტს გააკეთებთ. ამიტომ ჯობია რომ ამერიკა დარჩეს მორალური ავტორიტეტი. ასე ვთქვათ, კაიგაგებით მაკონტროლებელი დემოკრატიული პროცესებისა, ობიექტური და მიუმხრობელი, და არ იყოს ჩამოკიდებული სატელიტ მარიონეტებზე, რომელთა ხათრითაც იზოლირებული გახდება თვალე დახუჭოს